ბატონო გელა, პატარა ანდრიას თქვენი გაცნობა უნდა. მთელი თბილისი შეაწუხა ბატონი გელა გამაცანითო. ომზანი სანდრია. ეს არის სანდრია, რომელიც მღერის, ხო? ანდრია, სანდრიერი ხარ? რანაში. ეს კაცმა შენია? გამარჯობა თორმუჯო, მე გელა ვარ ვარკალაია, ამ კომპანიის დამფუძნებელი. ძალიან კარგია, რომ მარნაულში ცხოვრობთ, ხო? და მღერის კარგად. ღერის ფეხბურთის თამაში თუ გიყვარს? მალადეც, კაი ბიჭი ხარ. როგორ არის? რამდენი წლის ხარ? 10. აი უყურე, მე ვარ 60 წლის, შენ ხარ 10 წლის. შენ აქ მამა შენს თხოვე რომ რამენაირად ჩემთან მოსულიყავი, ხო? რატომ? იმიტომ რომ ბევრი ვიშრობე იმისთვის რომ თქვენნაირ ახალგაზრდებს სტიმული მივცე და თავი შევაყვარო. ცხოვრება ესაა. ბიზნესი სხვა თემაა, ფული სხვა თემაა. სიყვარულზე უკეთესი კიდე ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს. რომ ღერი ხარ, ეს ძალიან კარგია და იმღერე ფეხბურთით ითამაშე და ვიძმაკაცო. ძმაკაცობაზე უკეთესი არაფერი არ არის. ახლა მე შენ დაგათვალიერებდი ჩემს ოთახს. ესაა ჩემი კაბინეტი, ეს არის სოფიოში ნომერ 1 ლიდერების წიგნები. მე ესე წიგნებს ვკითხულობ. ყველაფერი ეს სათითაოდ რასაც ხედავ, ნებისმიერი რამე ყველაფერს აქვს თავის საბუთი. ეს კიდე ციხეში გაკეთებულია. ეს ახლა რო გავყიდო, თბილისში ვიყიდდი კარგ ოპელს. ამას თავისი პასპორტი მოყვება, ეს დუბაის შეიხის შვილმა მაჩუკა, რომელიც უკვე თითქმის შეიხია დღეს და ეს ყველაფერი რასაც ხედავ არის ნაჩუქარი. უყურე, აი ამ სიმღერას უნდა მიაწო, შენი საქმე არის სიმღერა. მე 500 ჯერ შემომთავაზეს ძალიან დიდი თანამდებობების სამსახურები, მაგრამ 18 წლის ვიყავი მანქანავჭიდი, 60 წლის ვარ და კიდე მანქანავჭიდი, მაგრამ თავარი რა არის? აი ეს პროფესია მიყვარს. ხვალ ვინც არ უნდა გავხდე, მაინც მანქანავჭიდი იქნება, იმიტომ რომ ეს მე მიყვარს და მახარებს. ესენი არის ჩვენი სუვენირები. ეს არის ვისკის ასმელები კოლექცია, ესეც ჭადრაკია ციხეში გაკეთებული. აი უყურე რა არის, შენ ხო თქვი რომ აი უყურე ეს ყველაფერი არის ორიგინალი. შენ ხო თქვი რომ ძალიან უყვარ ხარ ჩემს ოჯახს, დედაჩემს და უყურებდით იმას, რომ ჩვენ ახობაძე დავაჯილდოვე და დედაშენიც არის ახობაძე, ხო? დედაშენს მოკითხვა გადაეცი და უყურებ, თავარი რა არის ცხოვრებაში. მამაც უნდა გიყვარდეს, მაგრამ დედა უფრო გიყვარდეს. აი დედაჩემი, აი შენი ტოლი ვიყავი, რომ ეს გარდაიცვალა. იმის შემდეგ ხო ხედავ აქ სანთელს ვამთებ. აი ზუსტად შენი ტოლი ვიყავი, რომ დედა გარდამეცვალა. იმის შემდეგ სადაც კაბინეტები მაქვს, ნახევარ მსოფლიოში მაქვს კაბინეტები და ნახევარ მსოფლიოში მაქვს დედაჩემის სურათი და ზოგჯერ იტყვიან ისე ასე არ არის. დღეს ადამიანს სიძლიერეს, მე მაგალითად სიძლიერეს მაძლევს, აი დედაჩემთან რომ ყოველ დღეს ვანთებ სანთელს. აი ამ სურათთან. ეს დუბაიში მაჩუკეს, ეს არის ჩემი უშუალო დუბაიში მყავს ეს ლამბორჯინი და მისი მაკეტი. ჩვენ ანდრიას რაღაც საჩუქარი უნდა გავუკეთოთ, ხო? აუცილებლად. ანდრია, მე ზვაკაცობ შენნაირ ბიჭებთან. თქვენ ხართ მომავალი თაობა. უნდა ისწავლო აქეთ წიგნი, აქეთ სიმღერა, აქეთ კიდევ შრომა, დედას და მამას უნდა მოეხმარო. რადგან დედა შენი არის ჩვენი ძალიან მაგარი ბალეტჩიკი, აი ეს ერთ-ერთი საჩუქარი დედაშენს გელა ბარკალაიასგან. ეს რა არის? ეს ერთ დღეს არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გაგაგებიებენ, ეს არის ჭიქა, რომელიც არის დანომრელი 0085 GB გელა ბარკალაია. ეს ჭიქა ერთ დღეს ჯეტურს გაათამაშებს და სავარაუდოდ იღბალი ხო იცი ვისაც აქ იგებს. და ეს არის დედაშენის საჩუქარი და დედაშენს მიუტანე, მეორე ჭიქა არის უშუალოდ იგივე, არის შენი საჩუქარი პირადად.
ახლა შენს ცხოვრებაში თავარი საჩუქარი რა არის? უყურე. აი ამ წიგნს მე 6 წლის განმავლობაში ვკითხულობდი. ეს არის ნომერ პირველს რო იტყვიან. ეს არის ბიზნესზე წიგნი. დიდი წიგნი ბიზნესში თუ გინდა ადამიანს წასვლა. აი ეს წიგნი არის უშუალო ჩემი წიგნი და ეს ჩემს ხელშია დაახლოებით 10 წელიწადია. აი ეს წიგნი მე ზეპირად ვიცი და ამიტომ შეცდომას ბიზნესში ეს წიგნი არ მაშვებიებს. კი პრაქტიკა ვიცი, მაგრამ ესეც უნდა იცოდე რომ მაგარი იყო და შეცდომა არ დაუშვა. აი ამ წიგნს შენ მე დღეს გჩვენ. ანდრია მიშველიძე. აი ეს წიგნი წაიკითხე. სამჯერ უნდა წაიკითხე, ერთჯერ ახლა, ცოტა რომ გაიზრდები და კიდე რომ გაიზრდები. ამაზე უკეთესი საჩუქარი არც ის ლამბორჯინია და არც ის ფერარი. ეს არის საუკეთესო, ეს უნდა წაიკითხო. ესეც შენი საჩუქარია. ეს არის საწერ კალამი, რომელიც მე გამოფენაზე მაჩუქეს. აი ეს საწერ კალამი აუცილებელია. აი ეს საჩუქრად დედიკოს და ეს კიდევ განსაკუთრებული მამიკოს არ ეწყინოს და მამიკოს ვაჩუქოთ განსაკუთრებული და ეს კიდე ორი სხვადასხვა სახეობის შენ. ეს არის კიდევ მე მაჩუქეს ეს არის ბრენდი და ეს შენ დაგჭირდება, იმიტომ რომ სადმე რო წახვალ იბლატავე რომ გელაბარკალაია მაჩუკა თქვი. აი ფერია, ესეც შენ. ახლა რაც თავარია ყველაზე კარგი საჩუქარი, ყველა კარგი საჩუქარია, ხო? საჩუქარი ცუდი ესეთი არ არსებობს, ხო? კეთი? დიახ. ცუდი საჩუქარი არსებობს, არა, ხო? აი ყურე, ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარი. აი ეს არასდროს არავის არ აჩუქა. ეს არის თვითონ დუბაიში მაჩუქეს ჩემს დაბადების დღეზე. აი ეს არის საათი, რომელიც შენ უნდა გეკეთოს და ეს არის გელაბარკალაიას ნაჩუქარი და ხო ხედავ რა ფერია. ეს არის ძალიან მაგარი ფერი. აი შეხედე ეს რა ფერია? ეს ფერია. აი ამას შენ ჩუქნი მე. ძალიან დიდი. აი ეს საჩუქრები. ახლა რაც მთავარია ეს რა არის? ფეხბურთელიც რო იყო, მაგარი ფეხბურთელის დიპლომი მაინც უნდა ქონდეს, ხო იცი? უცებ რო მოუწიოს, კი არა მოუწევს აუცილებლად ანდრია ისეთ ადგილზე მოვიდა, რომ ჩვენ მას ყოველთვის გვერდზე დაუდგები და დარწმუნებული ვარ, ან პრემიერი იქნება, ან პრეზიდენტი. გამიგე? და პრეზიდენტი რო გახდეს, აუცილებლად დიპლომია საჭირო იცოდე. უდიპლომო ფეხბურთელი არ მინდა ჩვენ რო იცოდე და პრეზიდენტი და ან პრემიერი. აი ამ ბურცელს მე შენ ჩუქნი დღეს. კიდე ხელი და ყველაფერს კარგს გისურვებ. ნებისმიერ დროს ახლა ჩემს ქვედა კაბინეტში ქეთი ვიზიტკას მოგცემს, ნებისმიერ დროს დამირეკე. მარნეულში ცხოვრობ, ხო? და კონცერტზე რო გამოხვალ, თბილისში იქნება, მარნეულში იქნება, მე დაგეხმარები თბილისშიც და ყველგან. მაგრამ დამირეკე, როდის იქნება კონცერტი და აუცილებლად დავესწრები. აბა კარგად და მეუღლეს მოკითხვა გადაესწრა, დიდი მადლობა, რომ აი ესეთი კარგი დღეს შვიდად დაიცინებს აუცილებლად. მადლობა ძალიან დიდი. გისურვებ წარმატებას. წარმატებები თქვენს.